ბრაზილიელებს უყვართ თევზი და ზღვის პროდუქტები. არგენტინელებს უყვართ ხორცი, სტეიკები და ბევრი ხორცი. სამაგიეროდ ბრაზილიელებს აქვთ ძალიან მაგარი ტროპიკული ხილი. არგენტინელებსაც აქვთ ძალიან ბევრი თან. მაშინ ჩვენ უნდა წავიდეთ ახლა და ლათინო ამერიკული ცეცხლი დავანთოთ სამზარეულოში. წავიდეთ. ფეიჯოადა. დაგჭირდება მშრალი საქონლის ხორცი 40 გრამი, ღორის ნეკნები 300 გრამი, 300 გრამი ღორის ჩალაღაჯი, ცხარე სალამი 50 გრამი, 100 გრამი შავი ლობიო, წითელი ბულგარული 1 ცალი და 1 ცალი მწვანე წიწაკა, ხახვი 1 თავი, ნიორი 2 კბილი, ქინძი 5 გრამი და ოხრახუშიც 5 გრამი, 2 ცალი დაფნის ფოთოლი, ზეითუნის ზეთი 60 მილილიტრი, წითელი წიწაკა და მარილი გემოვნები. ვამზადებთ ბრაზილიურ ფეიჯოადას. დავიწყეთ. პირველ რიგში უნდა დავჭრათ ხახვი და მოვშუშოთ. ავანთოთ ცეცხლი, რომ გახურდეს ტაფა, ზეითუნის ზეთი, დაახლოებით 30 მილილიტრი, 2 საშუალო ზომის ხახვი, საერთოდ ბრაზილიური კერძები, მით უმეტეს ხორციანი კერძები ძალიან გემრიელია და ძალიან მრავალფეროვანი. საკმაოდ ცნობილი არის ბრაზილიური ხორცი და სტეიკები განსაკუთრებულად. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ მოვამზადო აი ესეთი მრავალფეროვანი კერძი, როგორც თქვი ფეიჯოადა, რომელიც სიმღერის სათაურივით ჟღერს, არის ტრადიციული კერძი და მზადდება ღორის ხორცით, შებოლილი ღორის ნეკნებით. აქ მაქვს ცხარე ჩორიზო და საქონლის ხორცი, რომელიც არის აი ესეთ ხლად დაჭრილი და გამომშრალი. შუშავთ ხახვს. სანამ ფერს შეიცვლის, დავჭრათ ნიორი. 3 კბილი ნიორი. აი ესე უხეშად დავჭლიტოთ. ბრაზილიაში ძალიან გემრიელ სტეიკებს ამზადებენ გრილზე და ასევე აქვთ მწვადებიც. ბევრნაირი მწვადები, ქათმისაც, ღორისაც, საქონლისაც და ეს გემრიელი მწვადები და ბრაზილიური ხორცი ტროპიკულ ხილის წვენებთან ერთად მე ვფიქრობ იდეალური კომბინაცია. ნიორი სანამ ფერს შეიცვლის ხახვი და ნიორი, დავჭრათ ღორის ხორცი. ეს არის ღორის ხორცის ჩალაღაჯის ნაწილი, რომელსაც დიდ კუბებად დავჭრით. დაახლოებით 500 გრამია. ერთხელაც ამოვატრიალოთ ხახვი და გადავიტანოთ ღრმა ტაფაში დაჭრილი ხორცი. ყველაზე მეტად მომეწონა ეს კომბინაცია, რომ ჩორიზო, რომელსაც აქვს ბევრი წიწაკა, საკმაოდ ფერზეც ეთყობა, რომ ბევრი პაპრიკა აქვს, კიდევ უფრო დატვირთულს და გემრიელს ხდის ამ კერძს. პლუს ყველაფერთან ერთად საქონლის ხორციც ურევია, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ქმნის, მე ვფიქრობ ამ რეცეპტს. შავი ლობიო, რომელიც ასევე დამახასიათებელი არის ბრაზილიური სამზარეულოსთვის. ძირითადად გარნირად ან ბრინჯს, ან ლობიოს იყენებენ. წინასწარ მოვხარშე ლობიო, ჩვეულებრივად როგორც ჩვენ ვამზადებთ ლობიოს, დაახლოებით 2 საათი, შეიძლება ცოტა მეტიც, უნდა ვხარშოთ წყალში, სანამ არ დარბილდება. გემო აქვს მართლა განსაკუთრებული. თან გავს ჩვენ ლობიოს, თან ცოტათი უფრო მოტკბო, მაგრამ მომწარო გემო აქვს. ცოტა აუწიოთ ცეცხლს. დროს ავკარგავთ, დავჭრათ შებოლილი ღორის ნეკნები, რომელიც თავისებურ აი ამ შებოლილ გემოს მიცემს. ეს ყველაფერი მე ერთად იდუღებს და მთელი ეს არომატები აი ამ ლორის და ღორის ხორცის და შებოლილი ნეკნების გაუჯდება ამ კერძს და რაც თავარია ლობიოშიც გაჯდება ეს ყველა გემო.
დავჭრათ, აი სადაც ძვალი აქვს. გადავჭრათ, ძვალს ვტოვებთ, არ ვასუფთავებთ. ნეკნები დავჭერით, პირდაპირ შეგვიძლია ჩავყაროთ ტაფაში. ცოტა ხანი უნდა დაიბრაწოს ღორის ხორცი. მანამდე დავჭრათ წითელი ბულგარული. პატარა კუბებად. ამოურიოთ. აი უკვე წარმოუდგენელი არომატი აქვს, თანაც შუამდეც არ მივსულა რეცეპტის. წარმომიდგენია ყველაფერს ერთად რო გავაერთიანებ, რა არომატი იქნება. გემოც თავისთავად. დავუმატოთ ბულგარულები. ფეიჟოას როცა ამზადებ, ალბათ ბრაზილიური სამბაც უნდა გქონდეს ჩართული. და ცოტათი ცეკვავთ. მე თავიდან დავიწყე ცეკვა. აი როცა გავსინჯავ, მე უფრო ბევრს ვიცეკვებ. მოიბრაცა ხორცი უკვე. ეხლა დავჭრათ ჩორიზო. დაახლოებით 8-10 სლაისი. კუბებად. დავუმატოთ. და საქონლის გამომშრალი ხორცი. ეს არის საქონლის კარპაჩო, რომელიც მზა მდგომარეობაში იყიდება. რაღაც წარმოუდგენელია მარცვამდე ყველაზე მაგარი რაღაცა, რაც გამიკეთებ. ეხლა დავუმატოთ წყალი, დაახლოებით 100 მl. ცოტათი წვნიანი კერძი უნდა გამოვიდეს, მაგრამ ზედმეტად თხელი არ უნდა იყოს თვითონ წვენი. აი ამ ცხიმისგან და ხორცის წვენისგან დუღილის დროს გასქელდება ეს соуსი და შემდეგ უკვე შავლობიოს დავუმატოთ. სანამ დუღს დავუმატოთ დაფნის ფოთოლი. დავუმატოთ კიდევ 100 მl წყალი და წინასწარ მოხარშული შავი ლობიო. დაახლოებით 5 წუთი უნდა იდუღოს კერძმა. ცოტა მარილი. დავტოვოთ, ცოტა სითხე დაიკლებს და შემდეგ უკვე ბოლოსკენ დავუმატოთ მწვანე წიწაკა და ნიახური. თითქმის მზად არის. დავჭრათ მწვანე წიწაკა, აი ეს რგოლებად. მოვაყაროთ. მეორესაც დავუმატებ. 2 წუთი ზუსტად იდუღებს და მზად არის. გამორთოთ. გადმოვიტანოთ აი ესეთ გაშლილ თეფშზე, რომ ლამაზად გამოჩნდეს ბევრი ხორცი. გადმოვიტანოთ. დავჭრათ ნიახური. და მოვაყაროთ ზემოთ. ბრაზილიური ფეიჯოა და მზად არის. გამომწვარი ქათამი არგენტინულად, ჩიმიჩური соуსი და პოლენტას ორწყობილებით. ქათამი 1 კილოგრამი.
ნიორი 3 კბილი, ლიმონი 1 ცალი, ზეითუნიზეთი 20 მl, სუნელები, ცოტა ორეგანო, ძირა, პაპრიკა, დაღერღილი წიწაკა, მარილი გემოვნებით. ჩიმიჩურის соуსის მოსამზადებლად დაგჭირდება წითელი ბულგარული 2 ცალი, ნიორი 3 კბილი, მწვანე ხახვი 1/2 კონა, ქინძი 1/2 კონა, ცოტა ორეგანო, პაპრიკა, მარილი გემოვნებით. მოვამზადოთ პოლენტას ორცხობილა. ფეტვის ბურღული 300 გრამი, რძე 100 მl, კვერცხი 2 ცალი, ცოტა პაპრიკა, მარილი გემოვნებით. არგენტინელებს განსაკუთრებით უყვართ ხორცი, სტეიკი, ღორის ნეკნები, ნებისმიერი ხორცი. დღეს მე მოვამზადებ ქათამს, არგენტინულად დამუშავებულს და გემრიელად შეზავებულს. დავიწყებ ქათმის შესასავებელ соуსის მომზადებას. ჭირდება ორეგანო, დაახლოებით 1 გრამი, დაღერღილი წიწაკა, ცოტა, ძალიან ცხარი არ უნდა იყოს, პაპრიკა, პაპრიკაც ცოტა ბულგარული წიწაკის სუნელი, ძირა ძალიან უხდება 1 გრამი, ნიორი დაახლოებით 3 კბილი. ძირითადად ამ соуსის წასმის შემდეგ აჩერებენ 24 საათი მაცივარში. თუმცა პირდაპირ შეიძლება შეწვა. არგენტინელებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ხორცთან. აქვთ უზარმაზარი ფერმები, მათ კაუბოებს გაუჩოს ეძახიან. ცოტა ზეითუნის ზეთი, მას კარგად აურევ, აქვე მარილს დაუმატებ. ამას ჭირდება კიდევ 1/2 ლიმონის წვენი. ეხლა დავუმუშავებ ქათამს, როგორც არგენტინელები ამუშავებენ. ქათამს უნდა მივცე ბაყაყის ფეხების ფორმა, სწორედ ასეც ეძახიან გამომწვარ ქათამს არგენტინელები და რატო? ამუშავებენ სხვანაირად. ჭრიან შუაზე ქათამს განახეთ ახლა ზუსტად როგორ კეთდება. პირველ რიგში ზედმეტი ნაწილები უნდა მოვაშოროთ. აი ეს ნაწილი გვინდა ჩვენ. ეს უნდა იყოს ბაყაყის ფეხები. ჩაუჭრათ კერთან. გადავჭრათ ხერხემალი. და გამოვიდა არგენტინული ბაყაყის ფეხები. რომელსაც ქათმის გემოა. ქათმის დიდი არაფერი არ უნდა, კისერი უნდა ამოვაჭრათ. მოვაჭრე კისერი, მიიღო გულის ფორმა და ამას სჭირდება ახლა соуსი. გამოსაცხობი ფირფიტა, ბაყაყის ფეხები, ქათმის ფეხები და соуსი საგულდაგულოდ უნდა წაუსვა ყველგან. კარგად, რომ გაუჯდეს. ზოგადად არგენტინელები გიждდებიან საქონლის სტეიკზე, ღორის ხორცზე, ერთბაშად 1/2 საქონელს წვავენ ხოლმე. ასე რომ ქათამი ასოცირდება ბოსტნეულთან. соуსი კარგად წაუსვი, რომ გაუჯდეს. ამას ჭირდება ცოტა კიდევ ლიმონი. ლიმონი ასე პირდაპირ დაჭრილი, გამოცხობისას არომატს მისცემს. 1-2 დაფნის ფოთოლი და გამოსაცხობად მზად არის. ღუმელი გახურებულია 200 გრადუსზე. ამას დასჭირდება დაახლოებით 1/2 საათი. ამასობაში მოვხარშავ ფეტვის ბურღულეულს, ანუ იგივე პოლენტა. მოსახარშად ჭირდება დაახლოებით 300-400 გრამი ფეტვი, ცივი წყალი. ისე რომ დაიფაროს, რა თქმა უნდა, ცეცხლი, მარილი გემოვნებით, ცოტა კარაქი რო უფრო გემრიელი იყოს, დაახლოებით 20 გრამი. ამის მოხარშვა სჭირდება კიდევ 15-20 წუთი. ეხლა მოვამზადებ კიდევ ერთ არგენტინულ რეცეპტს, ჩიმიჩურის соуსი. ძირითადად მზადდება ხახვისგან, ქინძი და ბულგარული. სჭირდება ბლენდერი, სად არის ბლენდერი, აგერე. პირდაპირ უხეშად ჩავჭრი, მწვანე ხახვი, ქინძი, ბულგარული წიწაკა, წითელი ბულგარული,
2 ბულგარული წიწაკა, გავასუფთავებთ თესლისგან. ბოსტნეულს ვჭრი უხეშად, რადგან ვაბლენდერებ. ძალიან კარგი. ცოტა ზეითუნის ზეთი. ძმარი. ახლობით 9 ჩაის კოვზი. მარილი გემოვნებით. ორეგანო და პაპრიკა. ორეგანო. პაპრიკა. და უფრო გემრიელი რო გახდეს, სამკბელ ნიორს გავუკეთებ. მოკლედ ეს არის არგენტინელების ყველაზე საყვარელი соуსი, იმიტომ რომ იყენებენ ხორცთან, ბოსტნეულთან, ნებისმიერ პროდუქტთან. ცოტათი წყალი. აუცილებლად თავსახური. დაბლენდერება კიდევა დაახლოებით 20 წამი. მზად არის. შვენიერი გადმოვიდებ. ძალიან გემრიელია. არგენტინელებს გენიალური გემოვნება აქვს. ჩემიჩური соуსი მზად არის, პოლენტაც უკვე მოიხარშა, ამას გამოვთავ. აუცილებლად უნდა გავაცივო. პოლენტა როგორც კი გაცივდება, ამას ჩავზილავ რძეში, კვერცხში და კარაქში. შემდეგ მივცემ პატარა ჭადის ფორმებს და შევწავ ტაფაზე. ველოდები პოლენტის გაცივებას. პოლენტა გაცივდა, რძე ბევრი არ გვინდა, დაახლოებით 100 მილილიტრი. კვერცხი 2 ცალი. ცოტა პაპრიკა. მარილი. ცოტათი კიდევ. ამას კარგად ამოურევ ერთმანეთში. ამას ძალიან მოუხდება კიდევ ყველი ან ხორცის პატარა ნაჭრები. ჩვენ უკვე ხორცი გვაქვს, ქათამი თითქმის მზად არის, დარჩა პოლენტას შეწვა. მაღალი ცეცხლი, ტაფა, ზეთი. კარგად უნდა გაცხელდეს, ეგრევე წვა უნდა დაიწყოს. პოლენტას პატარა ბურთებს გავაკეთებ და ტაფაზე გავშლი. პოლენტას ორცხობილები მზად არის, კარგად დაბრაწულია. ამერცელს კი მეგავსინჯო. ძალიან კაია. ჩემიჩური соуსაც დამოუხდება. ქათამიც უკვე გამოცხვა. ლიმნის არომატი და დაფნის არომატია მთელ ოთახში. დიდი თებში. ჩემიჩური соуსი. ქათმის გული. პაკის ფეხები. ეს ლიმონი. ეს ქათმის წვენი რა თქმა უნდა ზემოდან. არგენტინულად შემწვარი ქათამი. ჩემიჩური соусით და რა თქმა უნდა ოქროსფერი პოლენტას ორცხობილები. სად არის ძალიან გემრიელად გამოიყურება და რა თქმა უნდა ორიგინალურია. მოკლედ ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ბრაზილიაში. შეიძლება ითქვას თავისუფალ ქვეყანაში, საკმაოდ ენერგიულ, ძალიან ლამას, ცხელ, ქვიშიან და ესე ტალღებიან ადგილას წარმოვიდგინოთ, მოდი. ძალიან ესეთი ხმაურია. მეზობლები ერთმანეთს ესალმებიან, ეს შეიძლება ითქვას ფასადიც უხდება ყველაფერს. რაც შეეხება უკვე უშუალოდ მუსიკას, აი მრავალფეროვან რიტმულ, ასე ვთქვათ, დატეხვებს, რაც უხვად არის სამბაში, რაც
რაც უხვათა აქვთ ბრაზილიელებს, საკმაოდ საინტერესოა ჩემივე პროფესიაში, იმიტომ რომ ხშირად ვცდილობ ვიმღერო ისეთი მუსიკა, თუნდაც ჟობიმის აი ფაქტიურად თვალი რომ დახუჭო ალბათ წარმოვიდგენ რომ უკვე იქ ხარ გაცვია რაღაცა სწაული კარნავალისთვის დამახასიათებელი ტანისამოსი და შეიძლება ითქვას ხარ სამბის დედოფალი აი ამ რიტმების და ამ ბრაზილიური ყოფაცხოვრების დედოფალი და ესეთივე საკმაოდ ამაღელვებელი და ესეთი საკმაოდ მოძრავი სამზარეულო აქვთ ბრაზილიელებს. კონტრასტული, განსხვავებული ერთმანეთისგან, საკმაოდ ისეთი ვთქვათ, აი ჭარბობს შაქარიც, წიწაკაც, მაგალითად ამ შემთხვევაში ხა ჩვენ რასაც გავაკეთებთ მარწყვი, ლიმონი, მოკლედ აი განსხვავებული გემოები და მე ვთვლი, რომ ისევე როგორც მუსიკა, ისევე როგორც სამბის რიტმები, დე-ჟანეიროს და რიოს საკმაოდ ისეთი ფორიაკული ხასიათი, მე მგონი კერძიც ძალიან მაგარი გამოგვივა. მარწყვი გვაქვს პირველ რიგში, ზღვის პროდუქტები საკმაოდ გემრიელად გამოიყურება და რომ მოვთუშავთ, მე კიდევ უფრო გემრიელი იქნება. ავოკადო, ლიმონი, მარილი, წიწაკა, ზეითუნის ზეთი, ძმარი და შაქარი. დავიწყოთ ზღვის პროდუქტების მოთუშვა. სანამ ზღვის პროდუქტები მოითუშება, მოდით დავიწყოთ ავოკადოდან, გავთავოთ. ავოკადო შეძლებს დაგვარად, უნდა დავჭრათ თხლად. ავოკადო დავჭერით. ავიღოთ 200 გრამი მარწყვი, უფრო ისეთი ლამაზები და ბუთქუჩები და გავჭრათ შუაში. და ეს ყველაფერი ჩავყაროთ ავოკადოსთან ერთად. ზღვის პროდუქტები შეიწვა, მზად არის და ახლა დავუმატოთ ავოკადოს და მარწყვს. დავიწყოთ соуსის მომზადება. ამისთვის გვჭირდება მარილი, წიწაკა, ზეითუნის ზეთი, ძმარი და შაქარი. და რაც მთავარია ლიმინის, ასე ვთქვათ, წვენი. გავამზადეთ соуსი და ახლა აურიოთ მარწყვი, ავოკადო და ზღვის პროდუქტები. რომ მოვასხათ соуსი. კერძი მზად არის და დროა გავსინჯოთ, მე ძალიან მაინტერესებს თუ რა გამოვიდა. ისეთი საზაფხულოა, ძალიან სუბუქი იქნება დარწმუნებული ვარ და მოდი გავსინჯოთ. ეს არის ის გემო და ის კერძი, მე მგონი, რომელიც ძალიან უხდება ბრაზილიურ რიტმს. ბრაზილ პარარალარალარალა პუ ლარალარალარალა მოკვეკა ჭიპეიში. ეპინად არის ხორცის ხვეზელი. დულსე დი ლეჩე.